მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან ჩვენი ძვირფასი მეგობარი სახელმწიფოდან გსტუმრობენ. მართალია უშუალოდ ჩამოსვლა ვერ მოხერხდა, მაგრამ ონლაინ პლატფორმაზე შემოგვიერთდება ბატონი პროფესორი ვიდადი გაფაროვი. მე მოკლედ გაგაცნობთ მის ძალიან შთამბეჭდავ ბიოგრაფიას. ბატონი ვიდადი გახლავთ ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი. იგი ცნობილი აზერბაიჯანელი თეატრმცოდნეა. გახლავთ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი, ხელმძღვანელობს ამ ინსტიტუტის თეატრისა და კინოს განყოფილებას. არის აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი. Dostlar, hər birinizi salamlayıram. Bugün dost ölkədən, qonşu ölkədən qonağımız var. Təəssüflər olsun ki, o fiziki olaraq Gürcüstana gələ bilməsə də onlayn şəkildə qoşulubdur bugünkü söhbətimizə. Bugünkü qonağımız Profesor Vidadi Qafarovdur. Mən qısaca olaraq onu sizə tanıtmaq istəyirəm. O sənətşünaslıq doktoru, məşhur teatroloq, Azərbaycan Elmlər Akademiyası Memarlıq və İncəsənət İnstitutunda rəhbərlik eləyir, teatr və kino şöbəsində rəhbərlik eləyir. Azərbaycan Mədəniyyət və İncəsənət Dövlət Universitetinin dosentidir. Teatr tarixi və teatr, incəsənət, sosiologiya məsələləri üzrə araşdırmalar aparır. ბატონ ვიდადის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მოკლედ ამაზეც გეტყვით. იგი თეატრის სფეროში სხვადასხვა დონეზე საქმიანობდა. მაგალითად იყო თავისი მშობლიური ქალაქის ლენქორანის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი, მაგრამ 94 წლიდან უკვე მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში საქმიანობს. Onun teatr sahəsində çoxlu təcrübələri var. Məsələn, öz ana şəhərində, Lənkəranda teatrın ədəbiyyat hissəsində rəhbərlik eləyirdi, ancaq 1994-cü ildən artıq Elmlər Akademiyası sistemində fəaliyyət göstərməyə başladı. გარდა ამისა, ბატონი ვიდადი აქტიურად ასე ვთქვათ, იბეჭდება როგორც აკადემიურ, ისე საჯარო პრესაში, ხო? ქვეყნდება მისი სტატიები როგორც აკადემიურ ჟურნალებში, ასევე პერიოდულ გამოცემებში. და გახლავთ აზერბაიჯანის თეატრის მოღვაწეთა კავშირისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ასე რომ ძალიან სერიოზული სტუმარი გვყავს დღეს ჩვენ. Bundan əlavə, Vidadi bəyin yazıları müxtəlif akademik və ictimai mətbuatda çap olunur. O müxtəlif sahələr üzrə fəaliyyət göstərir. და დღეს ბატონი მაგომედი წაგვიკითხავს ლექციას თეატრი როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის. Və o bugün bizə teatr mədəni, qarşılıqlı mədəni əlaqələr adlı bir mühazirəni bizim üçün oxuyacaq. და ჩვენ მირზა შაფის და მირზა ფათალი ახუნდოვის ამ ორი დიდი აზერბაიჯანულენოვანი ლიტერატორის და მირზა ფათალი ახუნდოვი აზერბაიჯანული თეატრის ფუძემდებელია, ხო, საერთოდ და აი მის ქალაქში ვიმყოფებით, თბილისში ვიმყოფებით და სიმბოლურია am ლექციის წაკითხვაც აი ამ ჩვენ სივრცეში. Və bugün biz Mirzə Şəfinin və Mirzə Fətəli Axundovun vətəndəyik, yəni Gürcüstan Tbilisi şəhərindəyik və burada bugün belə bir leksiyanın oxunması, belə bir mühazirənin oxunması da simvolik xarakter daşıyır. მე კავკასიური სახლის გამგეობის სახელით, როგორც კავკასიური სახლის თავმჯდომარე, გულითადად მივესალმები ბატონ ვიდადის და მადლობას ვუხდი ჩვენს სახალხო უნივერსიტეტში სტუმრობისათვის. Və mən Qafqaz Evi rəhbəri olaraq, Qafqaz Evi rəhbərliyi tərəfindən bugün Xalq Universitetinə qonaq olduğu üçün Vidadi bəyə öz dərin təşəkkürlərimi bildirirəm.
და ერთი დამატებითი განცხადება მაქვს, ვერ ვიკავებ თავს, რომ ეს არ თქვა. ხომ, აი ამას წინათ ერთი ძალიან გავლენიანი პირი გამოვიდა საქართველოს ტელევიზიით და ევროპის და დასავლეთის შესაჩვენებლად თქვა ესეთი სიტყვები, რომ შეხედეთო ევროპაში რამდენ ადამიანს ქვია სახელად მუჰამედიო, ეს რა საშინელებაა. ხო და მე ძალიან ვამაყობ, რომ მუჰამედი არა, მაგრამ მაგომედი გვყავს აქ, ვინც გვეხმარება იმაში, რომ თბილისში აზერბაიჯანელმა პროფესორმა აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხოს ლექცია და ეს ლექცია გასაგები იყოს ქართული აუდიტორიისთვის. ასე რომ წინასწარ ბატონ ვიდადისთან ერთად მაგომედს გადავუხადოთ მადლობა და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას და სიყვარულს მის მიმართ. Mətləbə. Və bir şey haqqında fikir bildirmək istəyirəm. Bu haqda açıqlama etməsəm olmazdı yəqin ki. Bu yaxın keçmişdə bizim dövlətimizdə bir dənə təsirli bir şəxs, böyük vəzifəli bir şəxs belə bir Qərbi və ümumiyyətlə Avropanı təsvir etmək üçün belə bir sözdən, belə bir frazadan istifadə elədi ki, baxın, nə qorxunc bir haldır ki, Avropada Məhəmməd adları nə qədər çoxalıbdır. Mən bugün burada tərcüməçi olaraq Məhəmməd adlı bir şəxsin bizə kömək eləməsində, bugün burada mühazirənin Azərbaycan dilində getməsində, bizə kömək eləməsində xüsusi təşəkkür edirəm və bu hal mənim üçün xüsusi sevindiricidir. და ბოლო აკორდიც ჩვენ გვისმენენ საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში და გულითადად მივესალმებით ამ ხალხსაც. ეხლა კი 1 საათი აქვს ბატონ ვიდადის თავისი ლექციისთვის და შემდეგ აუდიტორიაშიც კითხვები იქნება. დიდი მადლობა. Və son olaraq bunu əlavə eləmək istəyirəm ki, Gürcüstanın universitet şəhərlərində Tel-Aviv, Qoy, Kutaisi, Zugdid kimi şəhərlərdən bizi dinləyirlər. Vidadi bəyin 1 saat var öz mühazirəsini oxumaq üçün və mühazirənin sonunda suallarınızı ünvanlaya bilərsiniz. Mən başlaya bilərəm? Bəli. Çox sağ olun. Mən də ilk növbədə öz adımla sizin simanızda, burada iştirak edən insanların simasında dost və qardaş Gürcü xalqını salamlayıram. დიდ მადლობას გიხდით, მეც თქვენ მოგესალმებით თქვენი სახით, აქ მონაწილე ახალგაზრდების ადამიანების სახით, ჩვენს მეგობარ და ძმა ქართველ xalqs მივესალმები. Qafqaz evinin, Xalq Universitetinin rəhbərliyinə, cənab Georgiyə, bu işdə əməyi olan hər kəsə, Tamara xanıma, Məhəmməd bəyə, mən bu imkanı mənə yaratdıqları üçün öz dərin təşəkkürümü bildirirəm. კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ბატონ გიორგის, თამარას, მაგამედს დიდ მადლობას ვუხდი, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცეს. Mənim bugün sizin qarşınızda Azərbaycan dilində çıxış etməyim və sizin bu çıxışı Gürcüstan vətəndaşı olan Azərbaycanlı vasitəsilə Gürcü dilində dinləməyiniz özü simvolik xarakter daşıyır və xalqlarımızın dostluq münasibətlərinin möhkəmliyindən xəbər verir. დღეს ჩემი ლექციის აზერბაიჯანულ ენაზე წაკითხვა და თქვენი ამ ლექციის მოსმენა ქართულ ენაზე, რომელსაც თარგმნის საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი, ეს ყველაფერი ჩემი აზრით სიმბოლური ხასიათის მატარებელია. და ეს გვეუბნება ჩვენ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და დამტკიცებაზე. Mühazirəyə keçməzdən əvvəl onu deyim ki, mən 1980-ci illərdə və 2000-ci illərdə də bir neçə dəfə Tiflisdə olmuşam. სანამ მე დავიწყებ ლექციის წაკითხვას, ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მე 80-იანებში და 2000-იანებში რამოდენიმეჯერ ყოფილი ვარ თბილისში. 2015-ci ildə bir həftə Beynəlxalq Teatr Festivalında iştirak etmişəm. 2019-cu ildə 5 gün Gürcüstan Milli Arxivində işləmişəm. 2015 წელს
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა და 2019 წელს 5 დღით საქართველოს ეროვნულ არქივში მიმუშავია. Bu mənada mən Gürcü xalqını yaxşı tanıyıram, Gürcü xalqını sevirəm və Tiflisi çox sevirəm. Am გამოცდილებიდან გამომდინარე, მე მგონია, რომ მეტნაკლებად ვიცი ქართველი ხალხი, ძალიან მიყვარს ქალაქი თბილისი და ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი. Gürcü xalqını həm də ona görə sevirəm ki, hər zaman Sovet ideologiyasının ən kəskin vaxtlarında belə öz milli kimliyini qoruyub saxlaya bilib. გარდა ამისა, ეს ხალხი მიყვარს იმიტომ, რომ ყოველთვის საბჭოური იდეოლოგიის ყველაზე მწვავე პერიოდშიც კი თავისი იდენტობის შენარჩუნება შეეძლო. Bu özünü incəsənətin və ədəbiyyatın bütün sahələrində göstərib. ჩვენ ეს შეგვიძლია ვნახოთ ხელოვნების, ლიტერატურის ყველა სფეროში. Gürcü kinosu, teatrı, dramaturgiyası, təsviri sənəti, xoru, rəqsi öz milli kimliyi eyni zamanda bəşəriliyi ilə dünyanı heyran edir. ქართული კინო, ქართული თეატრი, ქართული დრამატურგია, ქართული სახვითი ხელოვნება, სახვითმა ხელოვნებამ გააოცა მთელი მსოფლიო. Azərbaycan-Gürcüstan teatr əlaqələrinə gəldikdə isə sözsüz ki, bunu xalqlarımız arasında ümumi mədəni ictimai əlaqələr kontekstində izləmək lazımdır. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი კულტურული ურთიერთობებს, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ და ვნახოთ ზოგადად კულტურული საზოგადოებრივი ურთიერთობების კონტექსტიდან. Bu əlaqələr isə 19-cu əsrin ortalarından etibarən yeni mərhələyə qədəm qoymuş və getdikcə güclənməyə başlanmışdır. და ეს პროცესი 19 საუკუნის შუა საუკუნიდან უკვე მიიღო ახალი ეტაპი, დაიწყო ახალი ეტაპი და დამყარდა და ნელ-ნელა გაწლიერდა. Deməli, mən isə söhbətimə 19-cu əsrdən deyil, yaşadığımız günlərdən başlamaq istəyirəm. მე მინდა დავიწყო ჩემი საუბარი არა 19 საუკუნიდან, არამედ დღიდან, დღევანდელი დღიდან. 19-cu əsrə mən hələ qayıdacağam. და მე დავბრუნდები 19 საუკუნეს. Söhbət bu ilin iyun ayında Azərbaycanda baş verən əsl teatr hadisəsindən gedir. მე მინდა გესაუბროთ ამ წლის ივნისის თვეში აზერბაიჯანში მომხდარი თეატრალურ ღონისძიებაზე. Mən sizə teatrşünas professor Aydın Talıbzadənin Teatro.az saytında bu hadisə ilə bağlı çap olunan Gəncəli Gürcü balası Kukaraça və ya Pirosmani personajlarının vərəsələri adlı məqaləsindən bir hissəni olduğu kimi oxumaq istəyirəm. მე მინდა ერთი ნაწილი წაგიკითხოთ, როგორც არის ერთი ტექსტიდან. ეს ტექსტი არის თეატროლოგი პროფესორი აიდინ თალბზადეს ვებგვერდზე თეატრო.az-ში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომლის სახელი იყო განჯელი ქართველი ბავშვი კუკარაჩა ან პიროსმანის პერსონაჟების მემკვიდრეები, ასეთი სახელით სტატიიდან ერთი ამონარიდი მინდა წაიკითხოთ. Mənim sitat. Gəncə Dövlət Milli Dram Teatrı ilə Gürcüstanın Quriya bölgəsinin Ozurgeti Milli Dram Teatrının birgə layihəsi çərçivəsində Nodar Dumbadzenin Kukaraça povestinin motivlərindən pöhrələnmiş eyni adlı tamaşa Azərbaycan teatrının gündəmində qəfil zühur elədi.
ციტატა განჯის სახელმწიფო ეროვნული დრამატული თეატრსა და საქართველოს გურიის რეგიონის ოზურგეთის ეროვნული დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ნოდარ დუმბაძის ქუკარაჩა მოთხრობის მოტივებზე დაფუძნებული იგივე სახელით სპექტაკლი აზერბაიჯანის თეატრალურ ან დღის წესრიგზე უცებ გამოჩნდა. Haradasa məni azacıq sevindirdi. Bu hadisə azacıq şaşırtdı. Hətta azacıq kefimi də durultdu. ეს ღონისძიება, ეს შემთხვევა მე ცოტა გამახარა, ცოტა გამაოცა და კიდევ ცოტა გამიხარდა ამის ნახვა. Çünki teatr mədəniyyətimizin tarixində əgər səhv etmirəmsə, bu bir ilkə imza atıldı. იმიტომ რომ თუ არ ვცდები ჩვენი თეატრის ისტორიაში ეგეთი შემთხვევა იყო პირველი. Bir qeyri-adi unikal proyekt gerçəkləşdi. ერთი უნიკალური პროექტი განხორციელდა, შესრულდა. Azərbaycan və Gürcü aktyorları bir səhnəni paylaşdılar. Öz dillərində sərbəstcəsinə danışdılar. Koloritləri qarışdırdılar. Bir Qafqaz evi yaratdılar. Səmimi bir ülfət bağlayıb anlaşdılar, anladıqlarını anlatdılar. რადგან ერთი სცენა გააზიარეს ქართველმა და აზერბაიჯანელმა მსახიობებმა ისაუბრეს ყველა თავიანთ ენაზე, გაიგეს ერთმანეთში შეუვიეს კოლორიტები და შეასრულეს ეს პროექტი და ორმხრივი ურთიერთობა და გულწრფელი ურთიერთობა დაამყარეს აქ. Gürcücə danışdı, Azərbaycanlı eşitdi, Azərbaycanlı Azərbaycanca danışdı, Gürcü eşitdi və birlikdə bir-birinə dəstək olub Gürcülərin Sovet keçmişindən bir xatirəni Gürcü koloriti ilə aşılanmış ovqatlar mənzərəsində yaşatmağa çalışdılar. ქართველმა ისაუბრა ქართულ ენაზე და ეს ყველაფერი მოისმინა აზერბაიჯანელებმა, აზერბაიჯანელებმა ისაუბრა აზერბაიჯანულ ენაზე და ეს ყველაფერი მოისმინა ქართველებმა და ერთმანეთს მხარი დაუჭირეს, ერთმანეთს დაეხმარეს და ქართველების საბჯოური წარსულიდან ერთ-ერთი შემთხვევა კიდევ გააცოცხლეს. Statın sonu. Sitatis bolu. Resensiyada qeyd edildiyi kimi bu tamaşa həqiqətən bir ilk idi. მიმოხილვაში როგორც იყო განხილული, ეს სპექტაკლი ნამდვილად იყო უპირველესი. Bu tamaşada Gəncə Dram Teatrının aktyorları ilə Ozurgeti Teatrının aktyorları eyni səhnəni paylaşırdılar. Eyni rolları həm Gürcü aktyorları, həm Azərbaycan aktyorları ifa edirdilər. როგორც ძეგანაც აღნიშნე, ამ სპექტაკლში განჯის დრამატული თეატრის მსახიობები და ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობები გააზიარეს იგივე სცენა, შეასრულეს იგივე როლები თან ქართველმა მსახიობებმაც და თან აზერბაიჯანელმა მსახიობებმაც იგივე როლები შეასრულეს პარალელურად. Hər birinin öz dilində danışmasına baxmayaraq, hər şey anlaşılırdı. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საუბრობდა თავიანთ ენაზე, ყველაფერი ყველასთვის იყო გასაგები. Azurgeti Milli Dram Teatrının baş rejissoru Vaso Sigogidze Ninya Gobeşvili'nin səhnələşdirdiyi bu əsərə rəssam Languli Musiridze'nin iştirakı ilə Gəncə Teatrının səhnəsində unikal bir quruluş vermiş, səhnədə həqiqi bir Qafqaz evi yaratmışdı.
ოზურგეთის ეროვნული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ვასო ჩიკოკიძის ნინია სატყობელაშვილის მიერ დასცენარებული და მხატვარი ლომყული მუსრიწეს მონაწილეობით და განჯის თეატრში შესრულებული ეს უნიკალური პროექტმა უბრალოდ სცენაზე შექმნა ნამდვილი კავკასიური სახლი. Bugün bizləri öz bu tədbiri ilə bir araya gətirən Qafqaz evinin isə Tiflisdə fəaliyyət göstərməsi təsadüfi deyil. კავკასიური სახლის რომელმაც შეკრიბა ჩვენ დღეს აქ მისი ფუნქციონირება თბილისში არ არის შემთხვევითი. 1840-cı illərdən Tiflisin Qafqazın inzibati mərkəzinə çevrilməsi bu qədim şəhəri həm də bölgənin mədəni mərkəzinə çevirdi və Qafqaz xalqlarının, mütərəqqi ziyalılarının buraya toplanmasına səbəb oldu. 1894 წელს თბილისი კავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრად გადაიქცა და ეს ამ გადაქცევამ ეს ქალაქი თვითონ ან პროცესი გადაქცა ეს ქალაქი ამ რეგიონის კულტურულ ცენტრად და შემდგომში კავკასიური ხალხებს შორის ინტელექტუალური ადამიანები, ინტელექტუალური პიროვნებები შეიკრიბეს ამ ქალაქში. Hələ 1844-cü ildə Tiflisdə yaşayan məşhur Azərbaycan şairi Mirzə Şəfi Vazehin başçılığı ilə burada Divan-ı Hikmət Müdriklik Məclisi, ədəbi məclisi fəaliyyət göstərirdi. ჯერ 1844 წელს თბილისში მოყვაძეთ და თბილისის მცხოვრები აზერბაიჯანელი მირზა შაფი ვაზეჰის ხელმძღვანელობით აქ დაარსდა დივანი ჰიჩმათ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი ლიტერატურული შეკრება. 1845-ci ildə Tiflisdə Rus Dram Teatrının açılması şəhərin mədəni ictimai həyatında əlamətdar hadisəyə çevrilmiş və bu bütövlükdə Qafqazda təsis edilən ilk teatr olaraq regionun gələcək mədəni inkişafına ciddi təsir göstərmişdir. 1855 წელს თბილისში რუსული დრამატული თეატრის გახსნამ ქალაქის კულტურული საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო და ეს მთლიანად კავკასიაში დაფუძნებული პირველი თეატრი იყო და რომელიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ რეგიონის განვითარებაში. İndi Qriboyedovun adını daşıyan bu teatrın fəaliyyətində iki dost, Gürcü Peşəkar Teatrının və dramaturgiyanın banisi Georgi Davidoviç Eristavi və Azərbaycan dramaturgiyasının banisi Mirzə Fətəli Axundzadə də fəal iştirak etmişlər. Da ახლა გრიბოედოვის სახელის მატარებელი ამ თეატრის ფუნქციონირებაში ორი ახლო მეგობარი ქართული პროფესიონალური თეატრისა და დრამატურგიის დამფუძნებელი გიორგი დავიდოვიჩ ერისტავი და აზერბაიჯანელი დრამატურგიის დამფუძნებელი მირზა ფათალი ახუნძაdə იღებდნენ მონაწილეობას. 1850-ci ildə Eristavinin Çəkişmə, Boşanma pyesləri, 1852-53-cü illərdə Axundovun Xırs Quldurbasan və Lənkəran xanımın vəziri komediyaları ilk dəfə bu teatrın səhnəsində rus dilində tamaşaya qoyulmuşdur. 1850
მე-12 და მე-13 წლებში ახუნძადეს ხერსკულდურბასან და ლენქერან ხანუმ ვეზირ, ანუ ლენქერანის ხანის ვეზირი და 1850 წელს ერისთავის ბრძოლა, დაშორება პიესები ამ ზუსტად ამ თეატრის სცენაზე დაიდგა. Beləliklə, deyə bilərik ki, öz xalqlarının bu iki böyük oğlu Azərbaycan-Gürcüstan teatr əlaqələrinin əsasını qoymuşlar. Am ყველაფერიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები თავისი ხალხების ეს ორი დიდი შვილი აზერბაიჯანსა და საქართველოს თეატრალური ურთიერთობები დააფუძნეს. Bildiyiniz kimi, Axundzadə 1834-cü ildə ömrünün sonuna kimi Tiflisdə yaşayıb fəaliyyət göstərmiş və 1878-ci ildə burada vəfat etmiş, indiki Tiflis Botanika bağının ərazisində yerləşən görkəmli Azərbaycanlılar panteonunda dəfn olunmuşdur. თქვენ როგორც იცით, მირზა ფათალა ახუნძადა 1824 წელს ძლიდან უბრალოდ ცხოვრების ბოლომდე ქალაქ თბილისში ცხოვრობდა, აქ მოღვაწეობდა და 1878 წელს ამავე ქალაქში გარდაიცვალა და ის დაკრძალულია ქალაქ თბილისის ბოტანიკური ბაღში მდებარე გამოურჩეული აზერბაიჯანელების პანტეონში. Axundzadənin adı təkcə Azərbaycanda deyil, Gürcüstanda da əbədiləşdirilmişdir. მირზა ფათალა ახუნძადეს სახელი მარტო აზერბაიჯანში არა, საქართველოშიც არის უკვდავი. Bu gün onun vaxtilə Tiflisdə yaşadığı evdə Mirzə Fətəli Axundzadə adına Azərbaycan Mədəniyyət Muzeyi fəaliyyət göstərir. დღეს მის სახლში, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ფუნქციონირებს ახუნძადეს სახელის მატარებელი აზერბაიჯანის კულტურული მუზეუმი. Məhz bu dahi insanların qoyduğu ənənələr sayəsində 1872-ci ildə Tiflisdə ilk dəfə Azərbaycan dilində tamaşa oynanılmışdır. ზუსტად ასეთი გენიალური ადამიანების მიერ დამყარებული ტრადიციებზე დაფუძნებით 1872 წელს თბილისში პირველად დაიდგა სპექტაკლი აზერბაიჯანულ ენაზე. Lənkəran xanımın vəziri komediyasının 3-cü pərdəsi Tiflisdə Metek qalasının yaxınlığında yerləşən Paranbəyov karvansarasının örtülü hissəsində tamaşaçılara göstərilmişdir. ლენქერანის ხანის ვეზირის კომედიის მესამე პარდა თბილისში მეთეხის ციხესთან ახლოს პარონბეოვის ქარვასლაში დაფარულ ადგილას დაიდგა. Bu tarixdən başlayaraq davamlı olaraq Tiflisdə Azərbaycan dilində teatr tamaşaları oynanılmağa başlanılmışdır. და ამ დღიდან დაწყებით პერიოდულად თბილისში იდგმებოდა სპექტაკლები აზერბაიჯანულ ენაზე. 1876-cı ildə fəaliyyətə başlayan Qori müəllimlər seminariyasının Azərbaycan maarifçilərinin yetişməsində böyük rolu olmuşdur. 1876 წელს გორში, ქალაქ გორში სამასწავლებლო სემინარიის ფუნქციონირება და სემინარია დაიწყო ფუნქციონირება და ამ სემინარიამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანელი მასწავლებლების განვითარებაშიც. Firidun bəy Köçərli, Teymur bəy Bayraməlbəyov, Sultan Məcid Qənizadə, Üzeyir bəy Hacbəyli, Cəlil Məmmədquluzadə, Rəşid bəy Əfəndiyev, Müslüm Maqamayev, Nərman Nərmanov və başqa görkəmli şəxsiyyətləri məhz Qori müəllimlər seminariyasında təhsil aldıqdan sonra Azərbaycanın inkişafı naminə böyük xidmətlər göstərmişlər.
ადამიანები, რომლებიც არიან Firudun Bey Chotarli, Teymur Bey Bayramelibov, Sultan Mecid Genzade, Uzeyr Bey Hacıbeyli, Celil Mehmet Gulzade, Reşit Bey Efendiyev, Müslüm Agumeyev, Süleyman Sani, Axundov, Süleyman Sani Axundov, Nerman Nermanov და სხვა გამორჩეული პიროვნებები გორის სამასწავლებლო სემინარიაში მიიღეს განათლება და აზერბაიჯანის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. Deməli, bu görkəmli xadimlərin fədakarlıqla çalışdığı aparıcı sahələrdən biri də teatr sənəti olmuşdur. და ზეღან სახელგანთქმული გამორჩეული პიროვნებები ასევე მუშაობდნენ და წვლილი შეიტანეს თეატრის სფეროში. Artıq 20-ci əsrin əvvəllərindən etibarən Tiflisdə yaşayan Azərbaycanlı ziyalılar, teatr həvəskarları və Bakıdan qastrolola gələn truppalar daha müntəzəm şəkildə tamaşalar oynamağa başlamışlar. და უკვე მე-20 საუკუნის დაწყებიდანვე თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანული ინტელექტუალები, თეატრის მოყვარულები და ბაქოდან გასტროლისთვის ჩამოსული ტრუპები რეგულარულად ადგამდნენ სპექტაკლებს. Bu tamaşalar əsasən Tiflisdəki Zubalov xalq evində və Kazyonlu teatrda oynanılmışdır. ეს სპექტაკლები ძირითადად იდგმებოდა თბილისში ზუბალოვის სახალხო სახლში და Kazyonlu teatrში. Getdikcə peşəkarlaşan həvəskar teatr fədailərinin gücü ilə 1922-ci ildə Tiflis Dövlət Azərbaycan Dram Teatrı yaradılmış və bu teatr 1947-ci ilə kimi fəaliyyət göstərmişdir. Teatris მოყვარულობის უკვე განვითარებით 1952 წელს ქალაქ თბილისში თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრის ფუძე ჩაიყარა და ეს თეატრი ფუნქციონირებდა 1957 წლამდე. 1998-ci ildə yenidən bərpa olunan teatr 2004-cü ildən dövlət teatrı statusu alaraq fəaliyyətini davam etdirir və Tiflisin mədəni həyatına öz töhfələrini verir. 1998 წელს აღდგა ამ თეატრის ფუნქციონირება და 2004 წლიდან უკვე მიიღო სახელმწიფო თეატრის სტატუსი და იმ დღიდან უკვე დღემდე აგრძელებს თავის ფუნქციონირებას და თავისი წვლილი შეაქვს თბილისის kulturul ცხოვრებაში. Azərbaycan teatrlarının repertuarında gürcü müəlliflərinin əsərləri həmişə xüsusi yer tutub. აზერბაიჯანის თეატრების რეპერტუარებში ქართველი მწერლები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილებს იკავდნენ. Hələ 1919-cu ildə Vanov Miçadaşvilinin Qaçaq Şərəm piyesi Azərbaycanın böyük faciə ustası Hüseyn Ərəblinski tərəfindən tamaşaya qoyulub. ჯერ 1919 წელს ვანო მჭედლიშვილის პიესი ან ნაწარმოები გაცახჩარამ აზერბაიჯანის დიდი ოსტატი ჰუსეინ არაბლინსკის მიერ დაიდგა. Qaçaq Şərəm piyesi sonralar da bir neçə dəfə Bakı teatrlarında səhnə həyatı yaşayıb. და ეს პიესა შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ ბაქოს თეატრებში შესრულდა, ან სპექტაკლად დაიდგა. 1933-cü ildə Naxçıvan teatrında deməli Şanşiyaşvilinin Anzor piyesi səhnəyə qoyulub. Şanşiyaşvilinin Anzor piyesi. 1919 წელს ასევე დაიდგა შანშიაშვილის პიესა ანზორი სახელით. 35-ci ildə deməli Gəncə teatrının Aksabadze deməli Gəncə teatrının baş rejissoru olub və burada bir sıra tamaşalar qoyub.
ასევე 35 წელს აქცაბაძე განჯის თეატრის ხელმძღვანელობდა და მის მიერაც იყო რამდენიმე სპექტაკლი დადგმული. Deməli, burada həmin teatrda onunla yanaşı bir Saladzedə deməli rəssam olaraq işləyib. მასთან ერთად იმავე თეატრში, განჯის თეატრში მუშაობდა ვირსალაძე, რომელიც იყო მხატვარი ამ თეატრში. Bu teatrın səhnəsində 1938-ci ildə deməli Modigliani'nin Vətən namusu əsəri səhnələşdirilib. ასევე 1938 წელს ამ სცენაზე დაიდგა სპექტაკლად მდივნის სამშობლოს პატივი სახელით ეგეთი სპექტაკლი. Daha sonra bu əsər Bakıda Akademik Milli Dram Teatrının səhnəsində də tamaşaya qoyulub. შემდგომ იგივე სპექტაკლი დაიდგა ბაქოში აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის სცენაზე. Azərbaycan teatrında ən çox səhnəyə qoyulan gürcü əsərlərindən biri Aksenti Sagarelli'nin Xanuma komediyası olub. ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანულ თეატრებში და ყველაზე ხშირად იდგმებოდა ეს სპექტაკლი. ეს იყო Təşəkkürlər. Azərbaycan teatrında ən çox səhnəyə qoyulan gürcü əsərlərindən biri Aksenti Sagarelli'nin Xanuma komediyası olub. Aksenti Sagarelli's Xanuma იყო ყველაზე ცნობილი და ყველაზე ხშირად იდგმებოდა ეს სპექტაკლი აზერბაიჯანულ თეატრებში. Bu piyes həm komediya kimi, həm də bu komediya əsasında bəstəkar Viktor Dalidze'nin bəstələdiyi Gürcüstanın ilk operettası sayılan Keto və Kote adı ilə musiqili komediya kimi müxtəlif teatrlarda dəfələrlə səhnəyə qoyulub. ამ სპექტაკლთან ერთად ვიქტორ დოლიძეს მიერ შემუშავებული ქეტო და კოტე ქეტო და კოტე მუსიკალური კომედია იდგმებოდა ამ სპექტაკლთან ერთად სრულდებოდა უბრალოდ. Yəni bu əsər Gürcüstanın ilk operettası sayılır. და ეს იყო საქართველოს პირველი ოპერეტა. ითვლება საქართველოს პირველი ოპერეტად ითვლება. Xanuma əsərinin sonuncu quruluşlarından biri Akademik Milli Dram Teatrında Mikhail Mikhailovun quruluşunda 2011-ci ildə hazırlanan tamaşa olub. და ეს ნაწარმოები ხანუმა ბოლოჯერ 2011 წელს მიქაილ მიქაილოვის მიერ სპექტაკლად დაიდგა ეროვნული აკადემიური თეატრის სცენაზე. Maraqlıdır ki, bu tamaşa artıq 14 ildir ki, teatrın repertuarından düşmür və tamaşaçılar tərəfindən sevilə-sevilə baxılır. და საინტერესოა რომ იმ დღის მერე კიდევ ამ სპექტაკლის მოყვარულები არიან და კიდევ იდგმება სპექტაკლად და ძალიან უყვართ ხალხს ეს სპექტაკლი. Bu əsərə Bakı səhnəsində təkcə Azərbaycan rejissorları deyil, həm də gürcü rejissorları quruluş veriblər. ამ ნაწარმოების სპექტაკლად დადგმაში თავისი წვლილი შეიტანის არა მარტო აზერბაიჯანელმა ოსტატებმა, არამედ ქართველებმაც. Belə ki, 2011-ci ildə Xanuma komediyası rejissor Qoça Karanadze'nin quruluşunda Azərbaycan Dövlət Akademik Musiqili Teatrının da tamaşaya qoyulub. აქვე მინდა აღნიშნო, რომ 2011 წელს გოჩა ქარანაძეს მიერ შემუშავებული იგივე სპექტაკლი აზერბაიჯანის მუსიკალურ თეატრში კიდევ დაიდგა სპექტაკლად. Bu tamaşa bu teatrın səhnəsində qarşılıqlı yaradıcılıq işinin yeganə nümunəsi deyil.
ეს ერთადერთი ნიმუში არ არის, სადაც ორმხრივი ურთიერთობით და ორმხრივი თანამშრომლობით სრულდებოდა სცენებზე. Hələ 1961-ci ildə yenə də bu teatrın səhnəsində, yəni musiqili teatrın səhnəsində rejissorlar Şota Mesxi və yəni gürcü rejissor Şota Mesxi və Azərbaycanlı Rauf Kazımovskinin quruluşunda dramaturq Levan Çubabriya və bəstəkar Şota Miloravanın Tiflis nəğməsi operettası hazırlanıb. და 1971 წელს იმავე სცენაზე, მუსიკალური თეატრის სცენაზე შოთა მესხის და რაუფ ქაზუმოვის მიერ შემუშავებული სპექტაკლი ისევ დაიდგა. Azərbaycan səhnəsində gürcü rejissorun hazırladığı son işlərdən biri də Levan Çuladzenin Azərbaycan Akademik Milli Teatrında 12-ci ildə səhnəyə qoyduğu Max Frisch'in Don Juan və Həndəsə tamaşası olub. Azərbaycan səhnəsində təkrar edeyim. აზერბაიჯანის თეატრების სცენაზე ლევან წულაძის მიერ შემუშავებული კიდევ ერთი სპექტაკლი დაიდგა 2012 წელს 2012 წელს მაქს დოჟენი მაქს ada təkrar eləyə bilərsinizmi? Don Juan və Həndəsə. Don Juani Max Frisch'in Don Juan və Həndəsə əsəri. ეს სპექტაკლი იყო ბოლოჯერ დადგმული. Məli bayaq da qeyd elədiyim kimi Azərbaycan teatrlarının repertuarında gürcü dramaturgiyası, gürcü müəlliflərin əsərləri xüsusi yer tutur. როგორც უკვე წეგანაც აღნიშნე, ზოგადად, ანუ ამ ნიმუშების გარდა კიდევ აზერბაიჯანის თეატრებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართველი რეჟისორების, ქართველი ოსტატების ნაწარმოებები. Deməli, Azərbaycan teatrının müxtəlif səhnələrində, Azərbaycanın müxtəlif teatrlarında Nodar Dumbadzenin, məsələn, Darıxma Ana, Didro, Ağ Bayraqlar, mən, nənəm, İliko və İllarion. კიდევ ნოდარ დუმბაძის სხვადასხვა ნაწარმოებები მე ბებია ჩემი ილიგა და ილავინო თუ როგორ იყო მე ბებია ილაკე და ილავინო და კიდევ სხვა ნაწარმოებები არის ძალიან ცნობილი. Georgi Midvaninin Xeyirxah adamlar, Cəbhə boyunca əmir, Vətən namusu, Kimdir müqəssir, Konsulun oğurlanması. კიდევ გიორგი მდივანის სამწუხაროდ გავიმეორებ გიორგი მდივანის პირველი ნაწარმოებები იყო ცნობილი აზერბაიჯანულ თეატრებში. როგორც არის სამშობლოს პატივი, ბრძოლა და ასე შემდეგ. Otya Ioselianinin Çaş araba aşmayaydı. კიდევ იოსელიანის ნაწარმოებია ნეტა არ დაქცეული იყო ურემი. İlo Masaşvilinin Qərq edilmiş daşlar. İlo Masaşvilis ჩაწეული ქვები. Mikhail Çavaxişvilinin Günahsız Abdullah. მიხაილ ჭავახიშვილის კიდევ ჯუნასის ან აბდულლა რომელსაც დაუმნაშავე აბდულლა ეგეთი რაღაც. Sonra İnga Qaruçava və Pyotr Xotyanovskinin 36-dan 6-sı. ინგა გარაჩავას და პიოტრის 36-დან 6 ეგეთი სახელით ნაწარმოები. Merab Beradzenin Gecikmiş sərnişinlər üçün 2 bilet. Merab Beradzis ნაწარმოების სახელით 2 ბილეთი დაგვიანებული მგზავრებისთვის. Gela Dumbadzenin Məşhər günü.
გელა დუმბაძის ბოლო დღე ნაწარმოები. Deməli, Şalva Didyaninin Qığılcım, კიდევ შალვა მდივანის ნაწარმოები გზელძმ არ ვიცი როგორ ითარგმნება. Kitab Buatçı Çidzenin Həyətdə Qapan İt var. კიტა ბიოჭიძის ნაწარმოები სახელით ეზოში არის წაღლია, ხო? Və sair əsərləri Azərbaycanın müxtəlif teatrlarında tamaşaya qoyulub. Və sair dramaturqların əsərləri. ამ ნიმუშების გარდა კიდევ ბევრი დრამატურგის ნაწარმოები დაიდგა სპექტაკლად აზერბაიჯანულ თეატრებში. Xalqlarımız arasında mədəni əlaqələri inkişaf etdirən vasitələrdən biri də qastrol tamaşaları olub. ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობების გამაწილებელი კიდევ ერთი ფაქტი იყო გასტროლური სპექტაკლები. Deməli 2017-ci ildə 2017-ci il noyabr ayında Şotar Ustabel adına Tbilisi Dövlət Dram Teatrının Bakı qastrolları olub. 2017 წელს ნოემბერში თბილისის სახელმწიფო თეატრში მონაწილეობას იღებდნენ ბაქოს გასტროლები. Dünya şöhrətli gürcü rejissoru Robert Sturanın quruluşunda Maria Callas dərs və Hamlet tamaşaları Bakı teatr həyatında hadisəyə çevrilib. Da təkrar eləyə bilərsiniz cümlənizi qeyd edeyim. Deməli, dünya şöhrətli gürcü rejissoru Robert Sturanın quruluşunda Maria Callas dərs və Hamlet tamaşaları Bakı teatr həyatında hadisəyə çevrilib. მთელ მსოფლიოში ცნობილი რობერტ სტურას მიერ შემუშავებული მარია კალასის გაკვეთილი ბაქოს თეატრებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებად გადაქცეული, შემთხვევად გადაქცეული. Deməli 25 və 30 noyabr 22-ci il tarixində Bakıda keçirilən 2-ci 4.4 qısa tamaşalar festivalında Gürcüstandan gəlmiş heyət festivala Gürcüstandan gəlmiş heyət xüsusi rəng qatmışdı. 2022 წლის 25 ნოემბრიდან 25 და 30 ნოემბრის შუალედში განხორციელებული მეორე 4x4 მოკლე სპექტაკლების ფესტივალზე საქართველოსთან ჩამოსული გუნდი ძალიან დიდი მნიშვნელობა იყო. Deməli Mərcanaşvili adına Tbilisi Dövlət Akademik Teatrının Levan Suladze və Temo Kurgavanın quruluşunda Kreyser Sanatası tamaşası festivalın ən maraqlı tamaşalarından biri kimi yadda qalmışdır. Kote Marjanaşvilis სახელის მატარებელი თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის და თეატრის და ლევან ცულაძე და თემო კურგავას მიერ შემუშავებული Kreyseris სონატა უბრალოდ სპექტაკლი ფესტივალის ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელი სპექტაკლი იყო. Festival günlərində Tbilisi Beynəlxalq Teatr Festivalının art direktoru Yekaterina Mazmişvili və Tbilisi Beynəlxalq Teatr Festivalının beynəlxalq proqram üzrə prodüseri Nutsa Burjanadzenin festivalın strukturu, çağırışlar, vəzifələr və perspektivlər, Marjanaşvili adına Tbilisi Dövlət Akademik Teatrının bədii rəhbəri Levan Suladzenin Qafqaz Təbaşir dairəsi mövzusunda ustad dərsləri oldu.
კიდევ ამ სპექტაკლებთან პარალელურად გაკვეთილები და ლექციები ტარდებოდა ამ ფესტივალის დღეებში. თბილისის ეროვნული თბილისის საერთაშორისო თეატრის არქიტექტორი ეკატერინა მაზმიაშვილი და თბილისის საერთაშორისო თეატრის ფესტივალის პროგრამისტი პროდიუსერი ნუცა ბოჭანაძის გაკვეთილები სახელებით ფესტივალის სტრუქტური, გამოწვევები, მოვალეობები და პერსპექტივები, ასევე მარჭიანიშვილის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ლიტერატურული ხელმძღვანელი ლევან ცულაძის გაკვეთილი ჩატარდა სახელით კავკასიის ცარცის განყოფილება ასეთი სახელით. კავკასიური ცარცის განყოფილება. Deməli, festivalda həmçinin teatrşünas Laşa Çıxartışvili ekspert qismində iştirak edildi. ასევე ფესტივალზე მონაწილეობას იღებდა ლაშა ჩარჭიშვილი ექსპერტის პოზიციაზე. Festival çərçivəsində Azərbaycan Dövlət Akademik Milli Dram Teatrında Gürcü müəllifi Goderci Çoxelinin Küknarlara məktub əsəri əsasında hazırladığı maraqlı tamaşa da nümayiş olundu. ასევე ფესტივალის ფარგლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის ქართველი მწერალი გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები შემუშავდა და დაიდგა სპექტაკლად სახელით ძერილი ნაწყვებისთვის. Biraz əvvələ qayıdıb onu da qeyd edeyim ki, deməli 2009-cu ildə 1989-cu ildən qaçqın həyatı yaşayaraq Bakıda fəaliyyət göstərən İrəvan Dövlət Azərbaycan Dram Teatrı 2009-cu ildə 22-24 fevral tarixində Tiflisdə qastrol səfərində oldu. ასევე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე და კიდევ ერთი შემთხვევა აღნიშნო, რომ 1999 წლიდან გაქცეული ცხოვრებით აზერბაიჯანში ფუნქციონირე ირევანის სახელმწიფო დრამატული თეატრი გასტროლ ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში 2009 წელს 22-24 თებერვალებში. Bir məqamı da sona yaxın qeyd edeyim ki, Azərbaycanda Gürcü mədəniyyətini yaşadan sənət ocaqlarından biri də Qax rayonunun Əlibəyli kəndində fəaliyyət göstərən Qax Dövlət Gürcü Dram Teatrıdır. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღნიშნო, რომ აზერბაიჯანში ქართული კულტურის განვითარებაში წვლილი შეაქვს გახის რეგიონის სოფელ ალიბაილიში მდებარე ქართული თეატრი. Mikrofonunuz bağlıdır Vidadi Bey. Bağışlayın. Deməli, bu teatr əvvəl Mədəniyyət evində 1981-ci ildə Gürcü Dram Dərnəyi kimi yaradılıb. ეს თეატრი ჯერ კულტურის სახლში 1991 წელს ქართული დრამატული შეკრებად უბრალოდ იყო დაფუძნებული. Dram Dərnəyi kimi yaradılıb. Bəli. Deməli, sonra kollektiv 1985-ci ilin may ayında Mədəniyyət Nazirliyinin qərarına əsasən Xalq Teatrı adını alıb. და ეს კოლექტივი 1995 წელს მაისის 31 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კოლეგიის
51 გადაწყვეტილებაზე დაფუძნებით ხალხური თეატრის სახელი მიიღო, სტატუსი მიიღო просто. Mən 2005-ci ildə isə Nazirlər Kabinetinin qərarı ilə bu teatra, yəni Qax dövlət statusu verildi. და 2005 წელს უკვე მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო სტატუსი მიეცა ამ თეატრს. Və bir daha diqqətə çatdırıram ki, bu teatr Qax rayonunun Əlibəyli kəndində fəaliyyət göstərir və yeganə teatrdır ki, kənddə fəaliyyət göstərən yeganə dövlət teatrıdır. Yəni dövlət statusu olan yeganə teatrdır ki, kənddə fəaliyyət göstərir. კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ეს თეატრი მდებარეობს კახის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიბაილიში და გამოირჩევა კიდევ იმ ფაქტით, რომ ეს არის სახელმწიფოში, ანუ აზერბაიჯანში ერთადერთი თეატრი, რომელიც სახელმწიფო სტატუსი აქვს და ფუნქციონირებს სოფელში. Xalqlarımız arasında mədəni mübadilə kino sahəsində də baş vermişdir. და ჩვენ ხალხებს შორის კულტურული ურთიერთკავშირი კინოს სფეროშიც მიმდინარეობდა. Bir sıra gürcü rejissorlar Azərbaycanda film çəkmiş, gürcü aktyorları Azərbaycan filmlərinə dəvət olunmuş, maraqlı rolları ilə tamaşaçıların rəğbətini qazanmışdır. რიგი ქართველი რეჟისორებმა გადაიღეს ფილმები აზერბაიჯანში, ქართველი მსახიობები იყო მოწვეული აზერბაიჯანულ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად, როლების შესასრულებლად და იმათმა ძალიან ადვილად მოიპოვეს მაყურებელთა სიყვარული. Məşhur rejissor Nikolay Şengelayeva hələ 30-cu illərdə Bakıda 26 komissar filmini çəkib. ცნობილი რეჟისორი ნიკოლაი შენგელია ჯერ 30-იანებში ბაქოში გადაიღო ფილმი 26 კომისარი სახელით. Gürcü aktyorlarından Seri xalq artisti Veriko Ançaparidze onu bağışlamaq olar filmində Ana. Gürcüstanın xalq artisti Nona Patrashvili Əhməd Haradadır filmində Ceyran. Gürcüstanın xalq artisti Givit Toxadze Koroğlu filmində Gürcüoğlu, Dədə Qorqud filmində Alp Aruz, Gürcüstanın xalq artisti Avtandil Maxaradze Nakəs filmində baş rolu, Gürcüstanın əməkdar artisti David Uplisashvili Ad günü filmində Əli, Baxtan Paçuladze Yol əhvalatı filmində Mustafa rolunu ifa ediblər. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროიდან მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე ფილმში მონაწილეობას იღებდა ფილმში სახელით შეიძლება მისი მასო ვაპატიო ასეთი სახელით ფილმში იღებდა მონაწილეობას მე საქართველოს სახალხო მსახიობი ნონა ფაჭუაშვილი აჰმად სადარის ასეთი ფილმში იღებდა მონაწილეობას და ჯეირანის პერსონაჟს როლს ასრულებდა. კიდევ გივით თოხაძე ავტანდილ მახარაძე, დავით უფლიშვილი და ვახტანგ ფანცულიძე აზერბაიჯანულ ფილმებში და კინოებში იღებდნენ მონაწილეობას. Davud Uplisashvili deməli Ad günü filmində Əli roluna görə Azərbaycanın dövlət mükafatı laureatı adına layiq görülür. დავით უფლისაშვილი თავისი როლიდან გამომდინარე მიიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო პრიზი. 2004-cü ildə isə deməli Azərbaycanın xalq artisti, rejissor, kino rejissor Vaqif Mustafayev Gürcüstan prezidentinin sərəncamı ilə şərəf ordeni ilə təltif olunub. და 2004 წელს ვაგიფ მუსტაფაევი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით მიიღო პრიზი, ახლა ვეკითხებით,
ერთნაირი პატივის ორდენი მიიღო. Azərbaycanlı məsələn aktyorlardan Gürcüstanın İbrahim İsfahanlı Gürcüstanın xalq artisti adına, Rəşid Beybudov, Aşıq Hüseyn Saraclı, Dilarə Əliyeva Gürcüstanın əməkdar incəsənət xadimi fəxri adlarına layiq görülüblər. მაგალითად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები იბრაჰიმ ისფაჰანლы საქართველოს სახალხო არტისტის ტიტული ანუ სტატუსი მიიღო. რაშიდ ბეჰბუდოვი, აშიხ ჰუსეინ სარაჩლы, ალიევა დილარა ელაშბარგზე Gürcüstan საქართველოს əməkdar incəsənət xadimi. საქართველოს კიდევ სახალხო არტისტების ტიტულები მიიღეს. Yeri gəlmişkən xatırladım ki, dünyaca məşhur Əskər Atası filmində dünya tamaşaçısının qəlbində iz qoymuş SSR xalq artisti Sergo Zakaridze və onun qardaşı Gürcüstanın xalq artisti Buxuti Zakaridze də Bakıda anadan olmuş, sonradan Gürcüstana köçmüşlər. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცნობილი ფილმი ჯარისკაცის მამაში როლებს ასრულებდნენ სერგო ზახარიძე და ბუხუტი ზახარიძე ძმები, დაბადებულები იყვნენ ბაქოში და მერე გადასულები იყვნენ საქართველოში. Bugün Azərbaycan və Gürcüstan arasında təkcə mədəni deyil, həm də siyasi əlaqələr yüksək səviyyədədir. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არა მარტო კულტურული ურთიერთობები, არამედ პოლიტიკური ურთიერთობების ძალიან მაღალ დონეზეა. 13 iyul 2006-cı il tarixində istismara verilmiş Bakı-Tbilisi-Ceyhan boru xətti, 30 oktyabr 17-ci ildən fəaliyyət göstərən Bakı-Tbilisi-Qars dəmir yol xətti kimi qlobal layihələr dövlətlərimiz arasında yaranmış və davam edən möhkəm dostluq və strateji əməkdaşlığın göstəricisidir. 2006 წლის 13 ივლისში ექსპლუატაციაში მიცემული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილის ხაზი 30 ოქტომბერს 2017 წლის 30 ოქტომბერიდან მომსახურე ბაქო-თბილისი-ქარსის მატარებლის ხაზი ნიმუშებია იმ ურთიერთობების, იმ გლობალური პროექტების, რომლებიც ამყარებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. Teatr sənəti isə incəsənətin ən canlı növü kimi Azərbaycan və Gürcü xalqları arasında mədəni körpü olaraq xalqlarımızın dostluq əlaqələrinin daha da möhkəmlənməsində və inkişafında həmişə xüsusi rol oynamış və bundan sonra da oynayacaq. და თეატრის სპერო ხელოვნების ყველაზე ცოცხალი სპეროა, რომელიც აზერბაიჯანსა და ქართულ ხალხებს შორის კულტურულ ხიდს ქმნის და თავისი წვლილი შეაქვს ამ ხალხებს შორის ურთიერთობების დამყარებაში და დაფუძნებაში და განვითარებაში. ყოველთვის იყო ესე და მომავალშიც იქნება ესე. Diqqətinizə görə təşəkkür edirəm. Suallarınızı gözləyirəm. დიდ მადლობას გიხდით თქვენი ყურადღებისთვის და დიდი სიამოვნებით კი პასუხებთ თუ გაქვთ კითხვები. დიდი მადლობა პროფესორ გაფაროვს ამ მიმოხილვისათვის. მეგობრებო, თქვენ იხილეთ თუ რამხელა დროის მონაკვეთს მოიცავს ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობები. Vidadi Bey teşekkürlerimi bildirirəm. Beləsi bir mühazirə üçün. Dostlar, yəqin ki, sizin üçün artıq bu mühazirədən aydın oldu ki, Gürcü və Azərbaycan xalqları arasındakı dostluq hələ nə vaxtdan başlayıb. პროფესორ გაფაროვის ლექციაში თქვენ ნახავდით, რომ გარდა იმისა, რომ სამ საუკუნეს აერთიანებს, ხო, მე-19-ეს, მე-20-ეს და 21-ეს აი ეს თეატრალური ურთიერთობები, ამ ურთიერთობების ფორმებიც არის ძალიან მრავალფეროვანი.
Siz yəqin ki, Qafarovun mühazirəsində gördünüz ki, bu mədəni əlaqələr 3 əsr ərzində davam etməklə qalmayıb, həm də ki, çox müxtəlif sahələrdə inkişaf eləyirdi və müxtəlif sahələrdə davam eləyirdi. პროფესორმა გაფაროვმა ჩვენ წარმოგვიდგინა თქვათ თანამშრომლობა, რომელიც ხდებოდა რეჟისორებს შორის, როდესაც მსახიობებს შორის ხდებოდა გაცვლა. ისაუბრა მაგალითებზე, როდესაც დრამატურგები ცვლიდნენ, ასე ვთქვათ, თავიანთ გამოცდილებებს. მოგვიყვა იმის შესახებ, როგორ იდგმებოდა ქართული ნაწარმოებები აზერბაიჯანულ სცენაზე და პირუკუ. მოგვიყვა იმის შესახებ, როგორ დაირწა ორივე ხალხის თეატრის აკვანი აქ თბილისში ერთ სცენაზე და ერთ სივრცეში. Profesor Qafarov yəqin ki, aydın şəkildə bizim üçün izah elədi ki, rejissorlar arasında mübadilə, aktyorların ümumiyyətlə bu iki xalq arasında aktyorların mübadiləsi, dramaturqların və onların təcrübələrinin mübadiləsi necə gedirdi, əsərlərin mübadiləsi necə gedirdi və burada Tiflisdə bir səhnədə bu iki xalqın əsərləri necə oynanılırdı, necə həyata keçirilirdi, yəqin ki, biz bunu aydın şəkildə görürük. ასე რომ დიდი მადლობა მას ჩვენთან სტუმრობისთვის და მოდით ახლა კითხვები შევაგროვოთ. Belə ki, bizə qonaq olduğu üçün Vidadi bəyə dərin təşəkkürlərimi bildirirəm və sözü sizə buraxıram ki, əgər suallarınız varsa ünvanlaya bilərsiniz. მე ვიცი რომ ბატონ ლევანს აქვს ერთი კითხვა. და გთხოვთ ლევან. Mən artıq bilirəm ki, Levan bəyin bir sual var. Levan bəy, xahiş edirəm, səsləndirərdiniz sualınızı. არა, იყოს, მაქედან დავსვათ შეკითხვა, არ შევაწუხოთ ლევან. კი, გავიგონებ. სამნებით მე ვარ ლევან კირტიშვილი აზერბაიჯანიდან, უბრალოდ წევან ბატონმა პროფესორმა ახსენა. Məhəmməd bəy. O eşidirsiniz? Ticami şəkatqoydinəbt. Mən sizin üçün tərcümə eləyəcəm Vidadi bəy. Gürcü dilində səsləndirirlər sualı, sizin üçün tərcümə eləyəcəm mən. Oldu. Mən bir zaps yazmışam, ona baxın WhatsApp-da. Tamam, səsinizi bağlasanız. მე ვარ ლევან კირტიშვილი, ზუსტად აზერბაიჯანიდან, კახის რაიონ, სოფელ ალიბეგლოდან. წევან ბატონმა პროფესორმაც ახსენა და ზუსტად მე იქ ცხოვრობ, ვარ აზერბაიჯანის მოქალაქე და დღესდღეობით საქართველოში ცხოვრობ და ვარ უსინათლო დამატებიდან და ახლა მე ზუსტად ესეთ შეკითხვას დავუსვამდი, რომ რაც ბატონმა პროფესორმა ისაუბრა და ჩვენი თეატრიც ახსენა, მე ვარ ეროვნებით ქართველი, მაგრამ აზერბაიჯანის მოქალაქე და მაინტერესებს ესეთი რაღაცა, თუ კიდევ შემდგომში თუ გაღრმავდება ურთიერთობები კულტურულ სფეროში. დიდი მადლობა. და ალბათ მნიშვნელოვანია რომ თვითონ თქვენ თეატრის მომავალზეც ვისაუბროთ. აი ალიბეგლოს თეატრზე ისაუბრა ბატონმა ვიდადიმ და აი იმ თეატრთან დაკავშირებით რაღაც სულილებები ან გაღრმავებები ხო არ შეინიშნება. Vidadi bəy, deməli Levan bəyin belə bir sual var. Deməli mən Azərbaycanlıyam, əslində Azərbaycan vətəndaşıyam. Elə dediyiniz, qeyd elədiyiniz Qax rayonunun qeyd elədiyiniz Əlibəyli kəndindənəm. Təəssüflər olsun ki, doğuşdan görmə əngəlliyəm. Sadəcə sualım bundan ibarətdir ki, gələcəkdə bütün bu indiyə kimi saydığınız əlaqələr, mədəniyyət sahəsində olan əlaqələr gələcəkdə daha da dərinləşəcəkmi? Və biraz da bunu əlavə eləmək istəyərdim ki, bizim Əlibəyli kəndində yerləşən teatrımızın gələcəyi haqqında nə düşünürsünüz? Mən bir insan olaraq həmişə niçbir insan olmuşam. Və hər şeyə, gələcəyə perspektivli baxıram və düşünürəm ki, hər şey həm də deməli onlara şərait yaradılıb. Yəni 2005-ci ildən qeyd elədiyimiz kimi həmin teatr kənddə olmasına baxmayaraq dövlət statusu verilib və dövlət təminatındadır və işləyirlər və belə də ümumi pis işləmirlər. Sadəcə deməli
onların özündən də bir təşəbbüskarlıq lazımdır. Biraz həmin teatrda təhsilli deməli sənətçilər azdır, yəni ali təhsilli sənətçilər azdır. Yaxşı olardı ki, həmin teatr ya gəlsin Bakıda oxusunlar, ya Gürcüstanda oxusunlar. Məsələn, bizdə Qax rayonunda Dövlət Kukla Teatrı da var və onun yaradıcılarından biri də Gürcü əsilli insan idi, rəhmətə gedib. O, Tiflisdə oxumuşdu, teatr təhsili alıb gəlmişdi və Qaxda həmin Kukla Teatrını yaratmışdı. Yəni, Qax rayonunda 2 dövlət teatrı fəaliyyət göstərir bugün. Bir dövlət, deməli, həmin o Qax Dövlət Gürcü Dram Teatrı və Qax Dövlət Kukla Teatrı fəaliyyət göstərir. Yəni, bir rayonda 2 dövlət teatrı var. Və yenə deyirəm, hər şey həm də teatrın özünün təşəbbüskarlığından və işə yanaşmasından asılıdır. Məsələn, Qax Dövlət Kukla Teatrı xarici qastrollara gedir, müxtəlif tamaşalar göstərir, kukla teatrları festivallarında iştirak edir. Amma məsələn üçün, Əlibəyli kəndindəki Qax Dövlət Gürcü Teatrı isə mən demək olar eşitməmişəm ki, qastrol səfərlərinə getsin. O, bəzən ola bilsin Gürcüstanın hansısa rayonlarına qastrollara gedir. Vəssalam. Yəni, başqa xarici beynəlxalq festivallarda iştirak eləmir. Mən çox arzu edərdim ki, onu iştirak eləsin, daha fəal, intensiv yaradıcılığına məşğul olsunlar. ზოგადად თუ ვიტყვი მომავლის მიმართ ყოველთვის მე იმედები მაქვს, მე ყოველთვის პერსპექტიულად ვხედავ ხოლმე მომავალს და მე ესე მგონია რომ საკმაოდ ანუ რაც შეგვიძლია უფრო სწორად მხარს ვუჭერთ კახის რაიონში მდებარე თეატრს. როგორც გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს ეს თეატრი ალიბეილიში, 2005 წელს სახელმწიფო სტატუსი მიეცა ამ თეატრს და ზოგადად თუ ავიღებთ, იქაც მუშაობენ, იქაც შრომობენ იმ თეატრში და ისე ზოგადად ისე უხეშად თუ ვიტყვი, ცუდადაც არ მუშაობენ. მაგრამ ერთია რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და მეორეა რომ იმათგანაც ველოდებით კიდევ ახალ ინიციატივებს. ეს ალბათ კიდევ უფრო დაეხმარებოდა ამ თეატრის განვითარებაში და მომავალ ცხოვრებაში. და კიდევ იმასაც დავამატებ, რომ კახში ორი თეატრი არსებობს და მეორე თეატრი არის სახელმწიფო თოჯინების თეატრი და ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ თოჯინების თეატრის დაარსებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მაარსებელი იყო ქართველი. ძალიან განათლებული კაცი იყო და მე ძალიან ვისურვებდი, რომ ალიბეილიში მდებარე თეატრშიც ყოფილიყონ ასეთი განათლებული ბევრი ადამიანები, ბევრი პიროვნებები. და თუ შევადარებთ ამ ორ თეატრს ერთმანეთთან, თოჯინების თეატრის შემთხვევაში ძალიან აქტიურები არიან, ახალ ინიციატივები აქვთ. მე როგორც ვიცი, საერთაშორისო გასტროლებზე მიდიან, სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობას იღებენ, მაგრამ ეგეთი ახალი ინიციატივები ალიბეილიში მდებარე დრამატული თეატრის მხრიდან უფრო ნაკლებია. მე რამოდენიმეჯერ უბრალოდ გამიგია, რომ საქართველოში სხვადასხვა რეგიონებში ყოფილან გასტროლებზე, მაგრამ საერთაშორისო გასტროლებზე და საერთაშორისო ფესტივალებზე დიდად მონაწილეობას არ იღებენ. და ზოგადად თუ ავიღებთ ჩემი თვალებიდან სურათი ესე ჩანს და როგორც გითხარით, ორი პუნქტია. ერთია რომ მხარი უნდა დაუჭიროთ და რა თქმა უნდა მათი განვითარებაში წვლილი უნდა შევიტანოთ და მეორეა კიდევ ის რომ მათი მხრიდანაც ინიციატივები უნდა მივიღოთ. დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ მივესალმები გორელებს, თელაველებს, დედოფლის წყაროელებს, ზუგდიდელებს, რა თქმა უნდა, რომლებიც ხაზზე არიან და უსმენენ ჩვენს ლექციას. კიდევ ერთი კითხვა გვაქვს ჩვენ აქ. ეს არ უკავშირდება ქართულ-აზერბაიჯანულ თეატრალურ ურთიერთობებს, არამედ უკავშირდება უშუალოდ აზერბაიჯანულ თეატრალურ ცხოვრებას.
შეკითხვა ესეთია, ხომ არ გამოარჩევს პროფესორი აი დღეს რო იდგმება ისეთ ყველაზე ახალ და პოპულარულ სპექტაკლს აზერბაიჯანულ თეატრალურ ცხოვრებაში და აი რა თემას უკავშირდება ის და რა საკითხს განიხილავს. Vidadi Bey, sonraki sual bu Azərbaycan və Gürcüstan mədəniyyətləri arası mübadiləyə yox da birbaşa Azərbaycan teatrına aiddir. Bizi onlayn izləyənlərdən biri belə bir sual yönləndirir ki, Azərbaycan teatrında siz hansı tamaşanı xüsusi olaraq ən yenilərdən hansı tamaşanı siz xüsusi olaraq qeyd eləyərdiniz ki, maraqlıdır, onun bir balaca məzmunundan danışardınız və nəyə görə ən maraqlıdır son günlərdə, nəyə görə aktualdır, bundan biraz danışardınız. Mikrofonunuz bağlıdır Vidadi Bey. Deməli, son illərdə bizdə müxtəlif teatrlarda bir neçə tamaşalar oynanılıb ki, yəni diqqət çəkən tamaşalar oynanılıb. Belə tamaşalar bizdə məsələn gənc tamaşaçılar teatrının səhnəsində qoyulub Kod adı Bıxa belə bir tamaşadır. Təkrar eləyə bilərsinizmi Vidadi Bey? Necə? Adını təkrar eləyə bilərsinizmi? Kod adı VXA. VXA. Kod adı 2.VXA. Ბოლო წლებში ყველაზე პოპულარული, რომელიც თავისი პოპულარობით გამოირჩევა, არის სპექტაკლი, რომელიც ძირითადად იდგმება ახალგაზრდა მაყურებელთა თეატრში. ეს არის სახელით კოდური სახელი VXA. ეგეთი. Bu tamaşa deməli 37-ci ildə repressiya qurbanı olmuş insanların, görkəmli insanların, qadınlarının həyatına həsr olunub. ეს სპექტაკლი მიწყვნილია 1937 წლის რეპრესიებზე, რეპრესიების მსხვერპლების ცოლებს. Bildiyimiz kimi repressiyaya məruz qalan, tutaq ki, həmin o məşhur xadimlərin qadınları da sürgünə göndərilirdilər. თქვენ როგორც იცით, იმ დროს რეპრესიების დროს თუ ცნობილი რომელიმე ცნობილი მოღვაწე იყო რეპრესიის მსხვერპლი, მისი ცოლით, ანუ მისი მეუღლეც გადასახელდებოდა სხვაგან ან სიბირში ან სადმე. Bu tamaşa da həmin qadınların bir vaqonda sürgünə aparılması prosesini və sürgün mənzərələrini əhatə edir. და ეს სპექტაკლი ზუსტად იმ პროცესს ეხება, როდესაც ანუ გადასახელდებოდნენ ვაგონებით ეს მეუღლეები სხვაგან სადმე, ანუ ამ ვაგონში გადასახლების პროცესს ეძღვნებოდა და იმას ეხება. Bu tamaşa xronometraj olaraq və ruhsal olaraq çox ağır tamaşadır. Həm uzun tamaşadır, həm də ağır tamaşadır. ეს სპექტაკლი თან არის ძალიან გრძელი, ასევე ემოციურად ძალიან რთული მისაყობებია. Burada qadınlar, yəni ərləri repressiyaya məruz qalmış qadınların biz fədakarlığını görürük. ჩვენ აქ ვხედავთ ქალები როგორ გმირობენ, თავდადებით როგორ გმირობენ, უბრალოდ ის ქალები თავდადებით როგორ გმირობენ, რომლების მეუღლეები არიან მსხვერპლები რეპრესიების. Bu qadınlar bəzən hətta özlərin murdarlayırlar ki, onlara qarşı zorakılıq, təcavüz olunmasın.
ეს ხალები არ ვიცი როგორ გადავთარგმნო, მაგრამ რაღაცებს აკეთებდნენ თავისთვის, რომ სხვა კაცები მათ არ შეეხონ, ანუ როგორც seksуалური ეგეთი რაღაც და შეავიწოვონ. Yəni bu qadınlar belə fədakarlığa gedirlər ki, öz şərəf və ləyaqətlərini qorusunlar. ანუ ისინი აკეთებდნენ ძალიან საშინელ რაღაცებს, იმიტომ რომ თავისი პატივი, თავისი ნამუსი შეინარჩუნონ და ამისთვის ბრძოლას მართავდნენ. ალბათ თავსაც იზიანებდნენ და ასე შემდეგ. აი ზუსტად. Yəni bu tamaşa bu mövzudadır. Buna həsr olunur və tamaşanın əksər səhnələri vaqonda baş verir, vaqon tərtibatında baş verir və qismən də onun önündə sürgün səhnələrində, Sibirin çöllərində. ძირითადად ამ ყველაფერს ეხება ეს სპექტაკლი, სცენაზე იწყობა ერთი ვაგონი, უმეტესი სცენას უმეტესი ნაწილი ამ ვაგონში მიმდინარეობს და კიდევ დამატებითი სცენებია, რომლებიც გადასახლებულ მეუღლეებს, ანუ ქმრებს ეხება და სიბირს კიდევ ეხება აი ეგეთი სცენებიც არის. Bu tamaşa repressiyanın necə bir dəhşətli bəla olduğunu və buna baxmayaraq insanların, xüsusən də qadınların ona qarşı necə dəyanətli olduğunu göstərir. ეს სპექტაკლი ძალიან ცხადად გვაჩვენებს, როგორი დიდი საშინელება იყო რეპრესია და კიდევ იმას გვაჩვენებს, როგორი დიდი გმირები იყვნენ ის ქალები, რომლებიც ბრძოლას მართავდნენ ამ რეპრესიების მიმართ. Azərbaycan səhnəsində başqa tamaşalar da var, maraqlı tamaşalar. Deməli, bu yaxınlarda Yuh teatrının səhnəsində Dədə Qorqud tamaşası qoyulub. O tamaşa elə bu keçən ay Meksikada, yəni Okeanot ayında beynəlxalq festivalda iştirak edib həmin tamaşa. კიდევ სხვადასხვა საინტერესო სპექტაკლებია, რა თქმა უნდა, მაგალითად დედა გორგუდ, ანუ დედა გორგუდ ერთ-ერთი საინტერესო სპექტაკლია, რომელიც მაგალითად როგორც იდგმება აზერბაიჯანში, ასევე სხვადასხვა Yuh teatrının tamaşası. Yuh teatris სცენაზე და იდგმებოდა, ასევე ძინათუეს იყვნენ მექსიკაში, იქაც დაიდგა ეს სპექტაკლი. დიდი მადლობა. ბა, სოხსო. დიდი მადლობა. მეგობრებო, ხო არა გაქვთ თქვენ შეკითხვა? გთხოვთ? თავის წარდგენა არ დაგავიწყდეთ. გამარჯობათ, მადლობა დღევანდელი დღისთვის. მე ვარ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. თქვენი აზრით, თამაშობს თუ არა გადამწყვეტ როლს კინო და თეატრი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში? მადლობა. Vidadi bəy, xanımın əvvəlcə salamlayıram, təşəkkür edirəm qoşulduğunuz üçün və bugünkü gün üçün. Soxumi Universitetində 4-cü kurs tələbəsidir xanım və sualı bundan ibarətdir ki, sizcə xalqlarımız arasında bu cür mədəni və teatr əlaqələri həlledici, xalqlarımız arasındakı münasibətlərdə həlledici rol oynayırmı? Yəni son həlledici rolu oynayırmı? Sözsüz ki, deməli, Cavidin bir misrası var, deyir ki, bütün qan ləkələrini mədəniyyət xilas edəcək. Hüseyin Cavidin.
Hüseyn Cavidi's აქვს ეგეთი ფრაზა, რომ ყველა სისხლის ყველა კვალს მოაშორებსო კულტურა. Bu mənada məncə əslində bu sualın cavabını verdim, amma davam edərək deyim ki, sözsüz mədəni əlaqələr, teatr əlaqələri, xüsusən teatr incəsənətin ən canlı növüdür. Teatrda hamısı insandır. Yəni bütün hər kəs iştirakçı da, oyunçu da, tamaşaçı da, yəni burada canlı atmosfer şəraitində hər şey baş verir. Yəni bu canlı ünsiyyət əsasında baş verən və dialoq. Biz dialoq deyirik. Teatrın əsasını dialoq təşkil edir. Dramaturgiyanın əsasını dialoq təşkil edir. Bu mənada teatr mədəniyyət arası həmin o ümumi dialoqda xüsusi rol oynaya bilər həmişə. მე ესე მგონია რომ ჯავიდის ამ ფრაზით მე უკვე ვპასუხე თქვენს კითხვას, მაგრამ კიდევ დავამატებთ რომ ეს თეატრი ზოგადად ხელოვნების ყველაზე ცოცხალი სფეროა. აქ ყველაფერი ცოცხალია. მსახიობები ცოცხლები არიან, მაყურებელი ცოცხლად მანდ არის. ყველა მონაწილე, ვინც თავისი წვლილი შეაქვს იმ სპექტაკლის შესრულებაში, ყველა ცოცხალია და გარდა ამისა, ეს სპექტაკლები, რომლებიც იდგმება, ეს ემყარება დიალოგებს და ეს დიალოგები კულტურათა შორისი, ადამიანებთა შორის ეს დიალოგები ყოველთვის იყო გადამწყვეტი და ასე გაგრძელდება ალბათ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის და მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თამარს, რომ ძალიან დიდი დრო, ენერგია, შრომა დახარჯა იმისთვის, რომ ეს კავშირები ჩამოყალიბებულიყო კავკასიურ სახლსა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტს შორის და შარშან ქალბატონმა თამარმა შეძლო და ჩვენთან ჩამოიყვანა, მოიწვია პროფესორი სანუბარ ბაგიროვა, დღეს უკვე მეორე პროფესორი ყავს სტუმრად და დიდი მადლობა ქალბატონ თამარს ამ შრომისთვის და ალბათ მიესალმება ბატონ ვივადის და თავის შტაბ-ჩილებებსაც გაგვიზიარებს. Mən sözü Tamar xanıma vermək istəyirəm, hansı ki, bu günün tərtib olunmasında çox böyük əmək verdi, çox böyük enerji xərclədi. Ümumiyyətlə, Qafqaz evi və Azərbaycan Milli Elmlər Akademiyası arasında bu cür əlaqələrin yaranmasında öz böyük töhfəsini göstərdi. Keçən il Sənubar xanım Bağırovanı biz dəvət etmişdik, hansı ki, görkəmli bir şəxsiyyət idi. Bu il artıq ikinci profesorumuz Vidadi bəy bizim qonağımızdır. Bütün bunlar üçün Tamar xanıma öz təşəkkürlərimi bildirirəm və yəqin ki, deməyə sözü olar deyə sözü Tamar xanıma verirəm. ისმის ხოლმე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მსმენელებო და მივესალმები ძვირფას პროფესორს. ცოტა ახლოს. მადლობას ვუხდი. Hər kəsə salamlayıram. Hər kəsə özlərinin təşəkkürlərimi bildirirəm. Xüsusən profesor Vidadi bəyə özlərinin təşəkkürlərimi bildirirəm bu gün üçün. და ჩვენ ქონდა ეს ამ ბოლო ხანებში საორგანიზაციო საქმეებთან დაკავშირებული საუბრები, რომელმაც დაწოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება პირადად ჩემზე ბატონი პროფესორის ასეთი თქვა თანხმობა, თანამშრომლობაზე საუბარი, სხვადასხვა საკითხებზე და ის რომ დათანხმდა დრო დაგვითმა და დღეს მომეცა უწინარეს ყოვლისა ბედნიერი ვარ იმით, რომ მომესმინა ულამაზესი, ძალიან რბილი, ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი აზერბაიჯანული ენის მოსმენა მთელი ის დრო. ეს ცალკე იმსახურებს დიდ მადლობას და თვითონ ლექციას რასაკვირველია. Biz Vidadi bəylə ümumiyyətlə təşkilat məsələləri üzrə söhbət eləyəndə onun hər şeyə uyumluluqla razılaşması, onun söhbəti, bizə ümumiyyətlə vaxt ayırdığı üçün bütün bunlar üçün ona mən özlərinin təşəkkürlərimi bildirirəm. Bu ayrı məsələ. Digər bir məsələ isə mən bu gün həqiqətən çox sevinirəm ki, mənim üçün çox dəyərlidir ki, Azərbaycan dilində mən bu mühazirəyə qulaq asdım. Hansı ki, mənim üçün çox dinləməsi xoş olan bir dildir. ასევე მადლობა, რა თქმა უნდა, მაგომეც ამ შესანიშნავი ქართულისთვის.
მე როგორც ენათმეცნიერი არ შემიძლია არ ვთქვა, ის სიამოვნება ორი კავკასიური ენა ჟღერდა ამ დარბაზში, ერთის და მეორეს ძალიან ლამაზი, ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა შესანიშნავი თარგმანისთვის თქვენ. მადლობა. Bununla yanaşı mən Məhəmməd bəyə öz təşəkkürlərimi bildirmək istəyirəm ki, bugün Qafqaz evində Qafqazın hər iki dili səslənir, hər iki dili bu cür peşəkarlıqla, bu cürünə yaxşı belə deyim, səsləndirməklə səslənir. ეხა ვეცდები დიდი დრო არ წაგართოთ, მარტო იმის თქმა მინდა, როგორც ლევანმა ბრძანა ამ პროექტის ფარგლებში ის ფუფუნება აქ ჩვენ მსმენელებს მოისმინონ დედაქალაქის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ძალიან ცნობილ მეცნიერების ლექციებს, ასევე რეგიონალური უნივერსიტეტებიდანაც. Mən çalışacağam ki, çox vaxtınızı almayam Levanın da buyurduğu kimi. Burada bizim dinləyicilərimizin belə bir rahatlığı var ki, belə bir deyim ki, lüksü var ki, necə ki paytaxtın professorlarını dinləyə bilirlər, eləcə də regionlar bizi dinləyə bilir və biz regionların professorlarını dinləyə bilirik. და ამიერკავკასიის უნივერსიტეტებიდან ესე იგი პირველი იყო, როგორც აქ ითქვა, სანობარ ბაგეროვა არაჩვეულებრივი პროფესორი, მას მადლობა და მეორე პროფესორი გაფაროვი. მადლობა ამ ლექციისთვის. Və bugün regionun, yəni Qafqazın bu tayından artıq ikinci professorumuzu biz çağırmışıq. Birincisi Sənubal xanım idi, bayaq da qeyd elədiyimiz kimi ona özlərinin təşəkkürlərimi bildirirəm buradan. İkincisi Vidadi bəydir ki, sizə də özlərinin təşəkkürlərimi bildirirəm. ხო, აი ეს მინდოდა მე თქვა, მადლობა ყველა მსმენელს, გიას, იქით ჩვენი ძვირფასი მეგობარი და რა თქმა უნდა, თუ არ ჩამეთვლება ემათ, არაჩვეულებრივი ჩვენ ლევან ლოდგიფანიძეს, რომელიც არის მუდმივი მოდერატორი და კავკასიური სახლის ხელმძღვანელი და ყველანაირი იდეის ჩვენი მხარდამჭერი და ასე შემდეგ. მადლობთ ყველას. Bana da söz verərsiniz. Son olaraq hər kəsə öz təşəkkürlərimi bildirirəm. Giyaya, Levan Lotkin-Panidzeyə, hansı ki Qafqaz evi rəhbəridir. Bizim ideyalarımızın həmişə tərəfini tutur, həmişə dəstəkləyir bütün bunlara görə və daimi olaraq bizim mühazirələrimizin moderatorudur. Buna görə də özlərinin təşəkkürlərimi bildirirəm. და ჩვენ იმედი გვაქვს რომ მომავალ წელს ბატონ გაფაროვს თბილისში ვიხილავთ. Və ümid edirəm ki, gələnli Qafarovu artıq Tbilisidə fiziki olaraq görəcəyik. İnşallah. İcazənizlə mən də bir iki kəlmə deyim sonda. Mən çox şad oldum ki, bu tədbirdə iştirak elədim. მე ძალიან გამახარა ჩემ თვითონ ძალიან სასიამოვნო იყო რომ ასეთ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. Baxmayaraq ki mən bu gecə yatmamışam, bütün yorğunluğum çıxdı. მიუხედავად იმისა რომ ღამე გავათენე, მაგრამ აქ უფრო დავისვენე, ვიდრე დავიღალე. Sizlə enerji mübadiləsi elədim. თქვენთან მქონდა ენერგიის მიმოცვლა. Buna görə sizə təşəkkür edirəm. Tələbələrə təşəkkür edirəm. Cənab Levana təşəkkür edirəm. Bir daha Tamara xanıma təşəkkür edirəm. Məhəmmədə təşəkkür edirəm. Və çox ümid edirəm ki, mənim bu mühazirəmdən tələbələr nəsə məlumatlandılar, nəsə öyrəndilər və bizim bugünkü görüşümüz özü də bu xalqlarımız arasında dostluğa, əməkdaşlığa bir töhfə oldu.
მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ თამარს, ბატონ ლევანს, მუჰამედს და ჩვენ სტუდენტებს, მსმენელებს. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღონისძიებიდან და დღევანდელი ლექციიდან რაღაცეები მაინც ისწავლეთ, რაღაცა ინფორმაცია მიაქვთ და ამას განავითარებენ. და ისიც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ დღევანდელი ღონისძიებაც თვითონ არის ამ კულტურული ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ფაქტი. Bir daha sizə təşəkkür edirəm. Çox sağ olun. Məhəmməd bəy, bir ümumi ekranın şəklin və zalın şəklini çəkib sonra mənə göndərərlər zəhmət olmasa, mümkünsə. Baş üstə. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ფოტოებს მთხოვს აქედან, რომ მე შეინახოს. კი ბატონო. დიდი მადლობა და კარგად გრძანდებოდეთ. Çox sağ olun. Minnətdarım. შეგვიძლია გავთიშოთ კავშირი. და ჩვენი საქმე გავაგრძელოთ, პატარა საქმე გვაქვს აქ. ქალბატონ თამარ. თქვენ ხართ. ბატონი გაფაროვი გავთიშოთ. მოგზადით ქალბატონ თამარ. თქვენ უნდა გადაასწროთ. არა, მე არა. კი ბატონო. ვინც არა მეგობრებო, ჩვენი სალექციო კურსი სრულდება მხოლოდ სალექციო, იმიტომ რომ წინ გველის გავთიშოთ. მადლობა გიორგი. ჩვენი სალექციო კურსი სრულდება მხოლოდ, თორემ ჩვენ თავარი ღონისძიება წინ გვაქვს კონფერენციის სახით და მე გავეცანი ამ კონფერენციის თეზისებს და ვიცი რომ ძალიან მრავალფეროვანი თავყრილობა გველის წინ დაწყებული პატარა ქალაქების ისტორიით, გაგრძელებული მითოლოგიაში სხვადასხვა სახეების გაანალიზებით, დასრულებული ფილოლოგიის საკითხებით ძალიან ფართო არის სპექტრი ამ თემების, განსაკუთრებით მიხარია რომ ამ კონფერენციაზე რამდენიმე მოხსენება იქნება ჩემი მეცნიერებიდანაც, სოციალური მეცნიერებებიდანაც, თან ძალიან სპეციფიკური სფეროდან, პროკავშირულ მოძრაობაზე იქნება მოხსენება და ასე შემდეგ. ანუ წინ ძალიან საინტერესო კონფერენცია გველის, მაგრამ სალექციო კურსი დასრულდა. შესაბამისად, სერტიფიკატები უნდა გავცეთ. ეს სერტიფიკატები არის დადასტურება იმისა, რომ თქვენ სხვებზე მეტი იცით კავკასიის შესახებ. თქვენ სხვებზე მეტი გსმენიათ აქ ცხოვრები ზოგიერთი ხალხის შესახებ. თქვენ სხვებზე მეტი იცით იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც ჩვენს რეგიონში არის. და დიდი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გადავრჩებით მომავალ წელსაც გავაგრძელებთ საქმიანობას და კავკასიურ სახლი იმიტომ ქვია, რომ თქვენ შეიძლება წახვიდეთ რაღაცას ახლის საძებნელად, ხო, მაგრამ სახლი ყოველთვის უნდა გახსოვდეთ და აქ ყოველთვის უნდა მოგესწრებოდეთ. ასე რომ ქალბატონი ნაირას ეს ლოზუნგი რო გავიმეოროთ, ესე იგი ძებნაში ახლის და აქეთით სიარულში ეს სახლი იმედია დაგამახსოვდებათ და მოგრუნდებით როგორც გუში შაკო მოგრუნდა, ხო? და მანამდე კიდე სხვები რამდენიმე წელია ესწრებიან ლექციებს და ესეც თავისუფლად არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველ წელს განვაახლოთ სალექციო კურსები და ერთი და იგივე თემებს იშვიათად ვიმეორებთ ხოლმე, ამაში დიდი ძალისხმევა მიდის აი აქ ყოფი ადამიანებს. მოდით ახლა აღარ გავაგრძელოთ ბევრი, თუ ქალბატონ თამარს რამის თქმა არ უნდა, ხო? მაშინ დავარიგოთ ჩვენი სერტიფიკატები, ხო? ეს ჩავდოთ შუაში. კი. ნახეთ. აი ეს ავრიოთ. ვინც არ მოვიდა იმას. როგორც კრუპიე, ავრიოთ ეს. ქალბატონი ნანიკო ტორონჯაძე. ლაშა სულაქველიძე. ხადიშა დალხანაშვილი. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ნანა ზავრაშვილი, ნანა შეგვიძლია გვაქვს. ეკა ჯიქიას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ქრისტინე კუპატაძე.
თამთა პაპიძე. ელენე თამაზაშვილი. მარიამ შათირიშვილი. შათირიშვილი მეორეც არის. აი, იმართლობა. გიორგი სეხნიაშვილი. იმართლობა. მარკუს ანდერსონი. მარკუს ანდერსონი, აბა კიდევ დავწერე. ლუკა კილასონია. ლუკას მოხდენებას დავწერე. აი იცის. ერთი ორი წუთით რომ გავჩერდეთ რომ ბარბარე კევლიშვილი. აკაცებიანი დაბალი. ნიაკო ცივილაშვილი. რევა სკოლელიშვილი. ეონა აბდუშელიშვილი. ნინო შათირიშვილი. ხო გითხარი შათირიშვილი აურია მესამე არ იყოს ისარგებია. შორენა ძოწედიძე. ალბათონი შორენა ძოწედიძე. ინებე. დიდი მადლობა. მოკლედ, რომელ რიცხვში გვაქვს ალბათონი თამარ კონფერენცია? 29 ნოემბერს მეგობრებო შევხვდებით ამ დარბაზშიც, გვერდითა დარბაზშიც და შეიძლება ზოგიერთი სექცია ჩვენს ბიბლიოთეკაშიც გაიმართოს კონფერენციისა. მთელი დღე იქნება ეს კონფერენცია, ეს პროგრამა გამოქვეყნდება მანამდე და თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ სექციას დაესწროთ და არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოხსენებები გელოდებათ იქ. დიდი მადლობა. მადლობა. ეხლა არ წახვიდეთ. ეხლა არ წახვიდეთ.